გავხატოთ ყურძენი. ჯერ შემოხაზეთ კონტური, როგორი ფორმაც გსურთ, რომ თქვენს ყურძენს გქონდეს. ჩახატეთ აი ესე ბურთები და დაიწყეთ გაფერადება. ჯერ ერთ ტონში დაფერეთ, ისე რომ დაუტოვოთ ბლიკების ადგილები და დაფერეთ ასევე ფოთოლი. თან დაიწყებთ მუქი ტონების ჩამატებას იმ დონემდე, რა დონემდეც გსურთ, რომ მუქი იყოს თქვენი ყურძენი. როგორც უკვე თქვი, ბლიკებს ტოვებთ თავიდანვე და აუცილებლად უტოვებთ რეფლექსს. ეტაპობრივად ვამატებ კონტურებს და ასევე დაცემულ ჩრდილებს. ქვედა ყურძენზე უნდა იყოს მეტი ჩრდილები. შევიტან ფოთოლში სხვადასხვა ფერებს და როგორც ხედავთ, თანდათან ვამუქებ. აუცილებლად გამოიწერეთ ჩემი არხი და დამიკომენტარეთ ხოლმე სურვილები. შეგიძლიათ ესე ტონებში დატოვოთ, ან დაიწყოთ უფრო მეტად ჩამუქება, ისე როგორც ვიდეოში არის ნაჩვენები. მე ვანიჭებ უფრო მუქ ტონებს უპირატესობას და შესაბამისად უფრო გავამუქე. ზოგადად აუცილებლად უნდა დატოვოთ გამჭვირვალეობა ნამუშევარზე. ესეც საბოლოო შედეგი, გამოიწერეთ არხი.